27 მილიონიანი ხიდრის აქციული დუქების შანგრილას პროცესში სინაგოგა ისლამური ეკლესია ის მეჩეთი სხვა დაკავშირებული საქართველოს თავდაცვის უნარიანობასთან და ასე შემდეგ პროექტები დავალებული ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაც ჩავანაცვლოთ აშენებთ რაზე უარს ვამბობთ და უკვე აშენებულთან დაკავშირებით როგორ გადაწყვეტილება ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ამ თანამშრომლობის კონტექსტში კანონი ადამიანის სამართალი არასამთავრობო ორგანიზაცია გვესტუმრა საარჩევნო კოალიცია ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის ოფისს, სადაც კონკრეტული შეკითხვები დაისვა იმ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რაც ქალაქის მომავალი მერისთვის არის პრიორიტეტულად განსაზღვრული. ამ კონტექსტში ჩვენ ვისაუბრეთ პროგრამული ბიუჯეტის ფარგლებში იმ პრიორიტეტებზე, რომელთა შორის ძალიან მნიშვნელოვანია პერსონალური პასუხისმგებლობა მერისა, ბიუჯეტზე აღებულ პასუხისმგებლობას გულისხმობ. ასევე ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმის არარსებობა თუ რა პრობლემას უქმნის ქალაქს, აქედან გამომდინარე ვისაუბრეთ ამ პრობლემებზე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონიდან გამომდინარე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის გამსაზღვრელი სტრატეგიული დოკუმენტის მიღების აუცილებლობაზე და ყველა იმ თემატიკაზე, რომელიც მათ შორის ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-პოლიტიკური უფლებების, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვას ჰქვია და ასევე სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების რეალიზაციაში მერის მომავალი ხედვები იქნა გაანალიზებული. მე ვფიქრობ, რომ ეს პრაქტიკა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის ხელს შეუწყობს მომავალში მერის ნაყოფიერ მუშაობას პოსტზე. და მე ვფიქრობ, რომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა იქნება გარანტია იმისა, რომ ბიუჯეტზე პასუხისმგებლობა წარიმართება გამჭვირვალეობისა და პლურალიზმის კონტექსტში.